გამარჯობა. დღეს ვთხოვეს, რომ ჩამეწერა ვიდეო გამრავლების შეკვეცილ ფორმულებთან დაკავშირებით. ესეთი დავალება გვაქვს, გამოყავი 2 წევრის კვადრატი და ამოხსენი განტოლება. ანუ ჩვენი მიზანია, რომ რაღაცა გამოვყოთ დაუშვათ x კვადრატს minus 2x minus 8 რო გვიწერია ტოლია 0-ის. ეს x კვადრატ minus 2x minus 8 წარმოვიდგინოთ რაღაცის კვადრატად დამატებული, რაღაცა სხვა რაღაცის კვადრატად დამატებული ან გამოკლებული რაღაცა რიცხვი. ანუ ჩვენთვის რა არის ახლა საყურადღებო? ჩვენ უნდა ვიცოდეთ აქ გამრავლების შეკვეცილი ფორმულები. ანუ რას უდრის a minus b კვადრატი, ეს არის პირველი გამოსახულების კვადრატს minus გაორმაგებული პირველი და მეორე გამოსახულების ნამრავლი პლუს მეორე გამოსახულების კვადრატი. კონკრეტულად ამ ფორმულაზე ვიმუშავებთ დღეს. ანუ x კვადრატ minus 2x minus 8 პირველი a კვადრატის მაგერად პირველი გამოსახულების კვადრატი გვაქვს x კვადრატის შესაბამისად პირველი გამოსახულება არის x-ი კვადრატში. რადგანაც პირველი გამოსახულება არის x-ი, ხოლო minus 2x უნდა იყოს გაორმაგებული x-ი და რაზეა გამრავლებული, აი აქ უნდა მივხვდეთ. minus 2x-ი ფაქტიურად გამრავლებულია აშკარად ერთიანზე. რომ მივიღოთ ისევ minus 2x-ი, ხო? შესაბამისად მეორე გამოსახულება b-ს მაგივრად გვაქვს ერთიანი პლუს ერთიანის კვადრატი და მივიღეთ რა? ფაქტობრივად მივიღეთ x კვადრატ minus 2x plus 1. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ minus 8. ერთის მაგივრად უნდა იყოს minus 8. ანუ ერთს რა უნდა უყოთ, რომ მივიღოთ minus 8. ნუ ფაქტია რომ უნდა გამოვაკლოთ 9. ტოლია 0-ის. ანუ მივიღეთ პირველი გამოსახულების კვადრატი გაორმაგებული პირველი და მეორეს მაგივრად ჩავსვით ერთიანი, იმიტომ რომ minus 2x არის minus 2-ჯერ x-ჯერ 1 და პლუს 1-ის კვადრატი. ფაქტობრივად მივიღეთ სრული კვადრატი, x კვადრატ minus 2x plus 1 არის სრული კვადრატი, რისი x minus 1-ის კვადრატია. და ამას აკლდება 9, ტოლია 0-ის. ანუ ჩვენი პირველი განტოლება გადმოვიდა აი ამ სახეზე. ანუ ჩვენ რა ვქენით, გამოვყავით სრული კვადრატი, მე დავუმატებ ან გამოვაკლებ რაღაცა რიცხვს და იგივე განტოლება უნდა ჩავწეროთ, რომ ტოლია 0-ის. როგორ ამოვხსნათ ახლა ეს განტოლება? გამოდის, რომ x minus 1-ის კვადრატი ტოლია 9-ის. 9 როცა გადმოდის მარჯვენა მხარეს, მინუსი გახდება პლუსად, ხო? აი ეს ტოლობის ნიშანი არის ზანგი თეთრდება, თეთრი შავდება, ასე ვთქვათ. მინუსი ხდება პლუსად, პლუსი ხდება მინუსად, როცა გადმოვა განტოლების მეორე მხარეს. შესაბამისად, რისი კვადრატი გვაძლევს 9-ს? ან -3 უნდა ავიყვანოთ კვადრატში, რომ მივიღოთ 9. ან 3-იანი უნდა ავიყვანოთ კვადრატში, რომ მივიღოთ 9, ხო? გამოდის, რომ x minus 1 ტოლია ან 3-ის, ან x minus 1 ტოლია minus 3-ის. ეს არის ან ფრჩხილი. როცა კვადრატულ ფრჩხილს ვხმარობთ, ამას ნიშნავს ან. ამ წერთ უბრალოდ x minus 1 ტოლია 3-ის, ან x minus 1 ტოლია minus 3-ის. შესაბამისად, ამოვხსნათ ეს განტოლებაც ბოლომდე. x minus 1 ტოლია 3-ის. minus 1 მარჯვენა მხარეს რო გადმოვა რა ნიშნით? x ტოლია 3 plus 1, ხო? მეორე განტოლებაში x ტოლია minus 3 plus 1. ან ნიშანი, შესაბამისად x ტოლია ან 4-ის, ან x ტოლია minus 2-ის. აი ეს ორი პასუხი აქვს ამ განტოლების ამოხსნას. მე მგონი გავარკვიე რაღაცნაირად სწორად ავხსენი. თქვენ თვითონ კომენტარებში მიპასუხეთ, მიხვდით თუ არ მიხვდით რა რამდენად გასაგებად ხსნი. მეორე განტოლება გავაკეთოთ 4x კვადრატ minus 12x plus 5-ია, ხო? მეორე
4x კვადრატ -12x + 5 იყო, თუ არ ვცდები, სწორად მახსოვს, -12x + 5 ტოლია 0-ის. ანუ რა უნდა ავიყვანოთ კვადრატში? 4x კვადრატი რისი კვადრატია, ხო? 4-იანი არის 2-яნის კვადრატი, x კვადრატი არის x-ის კვადრატი, ანუ ეს არის 2x-ის კვადრატი. მერე გვაქვს გაორმაგებული, პირველი გამოსახულება უკვე გვაქვს რა? 2x პირველი გამრავლებული მეორეზე უნდა დავწეროთ, ხო აქ? ანუ პირველის მაგივრად ვწერთ 2x და მეორე გამოსახულებაზე ვფიქრობთ, 2x არის 4x, ჩვენ უნდა მივიღოთ 12x. 4x უნდა გავმრავლოთ რაზე, რომ მივიღოთ 12x? უნდა გავმრავლოთ 3-ზე, ხო? შესაბამისად, მეორე გამოსახულება ყოფილა 3 და ამას აუცილებლად სრული კვადრატი რო გქონდეს, უნდა დავუმატოთ მეორე გამოსახულების კვადრატი, ანუ 3-ის კვადრატი. გამოგვივიდა რა? გამოგვივიდა 2x - 3-ის კვადრატი, ხო? მაგრამ 3-ის კვადრატი არის 9. ეს არის 4x კვადრატ - 12x + 9, ხო? ჩვენც +9 კი არ გვინდა, +5 უნდა მიგვეღო. ანუ ამის კვადრატს თუ ავიღებთ, ამას რა უნდა გაუკეთოთ, რომ 9-ის მაგივრად იყოს 5, ხო? ამ 9-ას რა უნდა გაუკეთოთ, რომ 5-იანად გადავაქციოთ? ფაქტია, რომ უნდა გამოვაკლოთ 4 და ტოლია 0-ის. გასაგებია? ანუ პირველი გამოსახულების კვადრატი არის პირველი, აი ეს გვაძლევს ამ პირველი გამოსახულების კვადრატს. მეორე ჩანაწერი გვაძლევს პირველი და მეორეს გაორმაგებულ ნამრავლს და მესამე ჩანაწერზე საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევთ იმ მესამე რიცხვს, ვღებულობთ უკვე იმის მერე, რაც გამოვიყვანთ სრულ კვადრატს. გამოვიდა 2x - 3-ის კვადრატი - 4 ტოლია 0-ის. შესაბამისად, 2x - 3-ის კვადრატი ტოლია 4-ის. რისი კვადრატი გვაძლევს 4-ს? 2x - 3 ტოლია ან 2-ის, ან 2x - 3 ტოლია -2-ის, ხო? გამოვიდა -3 იქით გადავა რა ნიშნით? პლუსით აუცილებლად. 2x ტოლია 2 + 3, ან 2x ტოლია -2 + 3, ხო? გამოვიდა 2x ტოლია 5-ის, ან 2x ტოლია 1-ის. ფიგურული არა გვინდა, ისევ და ისევ კვადრატული ფრჩხილი და გამოდის, რომ x ტოლია ან 2.5-ის, ან x ტოლია 0.5-ის. ან ისევ და ისევ ან პასუხში იწერება აუცილებლად წერდა მძიმითი 2.5 - 0.5. აი ასე იწერება პასუხი. რა ვიცი, ახლა რომელი გავაკეთო, რომ ცოტა რთული იყოს. მოდი გავაკეთოთ t და i. x კვადრატ - 10x + 9 ჯერ გავაკეთოთ და შემდეგ გავაკეთოთ i. x კვადრატ - 10x + 9 იყო, თუ არ ვცდები. კი ბატონო, +9 + 9 ტოლია 0-ის. x კვადრატი არის x-ის კვადრატი, ანუ პირველი გამოსახულება არის x. მოდით ესე ჩავწეროთ პირველი და მეორე. პირველი გამოსახულება არის x, მეორე გამოსახულებას ახლა მოვიფიქრებთ. ანუ x კვადრატს minus გაორმაგებული x ჯერ რა უნდა გავამრავლოთ, რომ -10x მივიღოთ. ფაქტია, რომ 2x უნდა გავამრავლოთ 5-ზე, რომ -10x მივიღოთ, ხო? -2x 5-ზე უნდა გავამრავლოთ. და პლუს ამას რო იყოს სრული კვადრატი, რადგანაც მეორე გამოსახულება გვაქვს 5-იანი, 5-яნის კვადრატი უნდა დავუმატოთ. 5-яნის კვადრატი არის 25. 25-სა და 9-ს შორის ხვაობა არის, ანუ აქ რადგანაც 25 დაემატა, უნდა გამოვაკლოთ 16, რათა მივიღოთ 9. აი ეს ხო არის 9. ტოლია 0-ის. გამოვიდა, რომ ჩვენ გამოვყავით სრული კვადრატი, ეს არის x - 5-ის კვადრატი - 16 ტოლია 0-ის. გასაგებია? პირველი და მეორე გამოსახულების გაორმაგებული ნამრავლი არის -10x.
შესაბამისად x - 5-ის კვადრატი ტოლია 16-ის, რისი კვადრატია 16? x - 5 ტოლია ან 4-ის, ან x - 5 ტოლია -4-ის. არ დაგავიწყდეთ, რომ +-4 კვადრატში ნიშანი ქრება, იმიტომ რომ -4 ჯერ -4-იც +16 იქნება და 4 ჯერ 4-იც 16 იქნება, ხო? შესაბამისად x-ი ტოლია 4 + 5 არის 9, ან x-ი ტოლია -4 + 5 არის 1. მე მგონი გასაგებად ავხსენე. და ბოლოს ყველაზე რთულს გავაკეთებ ამ მაგალითებიდან, რომელიც არის x² - 3x - 2. მოდით ვნახოთ ეს ცოტა გამოვღოთ. x² -3x - 2 ტოლია 0-ის. ანუ პირველი გამოსახულება გავიგეთ, რომ x-ია კვადრატში და ეხლა სამიანი უნდა მივიღოთ -2 ჯერ x ჯერ რაღაცა. პლუს აი ამ რაღაცის კვადრატი და საბოლოო ჯამში ეს რაღაცის კვადრატი და კიდე რაღაცის კომბინაციაში უნდა მოგვცეს აი აქ -2. ხო? აბა ვნახოთ ვენახე. -3x-ი რომ მივიღოთ -2 ჯერ x ჯერ უნდა გავუმრავლოთ 1/9-ზე, ხო? მოდით ამას სხვა ფერში ჩავწერ. 1.5 ანუ 1/9 2-ზე მოგვცემს 3-ზე. მერე აი ამ რგოლში მეორეს იგივეს კვადრატი უნდა ავიღო 1.5-ის კვადრატი შესაბამისად რამდენი იქნება ვიანგარიშებთ. 1.5-ის კვადრატი არის 2.25. 2.25 დაემატა და -2 უნდა მივიღოთ. 2.25 რა უნდა უყოთ, რომ მივიღოთ -2? აი ესე უნდა ვიფიქროთ. 2.25 ფაქტია, რომ უნდა გამოვაკლოთ რამდენი? -4.25 უნდა გამოვაკლოთ, ხო? ხო ეგრეა. ანუ 1.5-ის კვადრატი არის 2.25. 2.25-ს უნდა გამოვაკლოთ 4.25, რომ მივიღოთ -2. ანუ აქ უნდა ჩავწეროთ -4.25 და ეს არის ტოლი 0-ის. ეხლა რა არის ეს 4.25 მიასეთი? 4.25 მიასეთი ჩვეულებრივ წილადად რო დავწეროთ არის 4.25 მიასეთი. ხოლო 10 წილადად რო დავწეროთ და ჩვეულებრივ წილადად რო გადავიყვავთ 4.1/4 შესაბამისად არასწორ წილადად გადაყვავს 4 ჯერ 1 + 1 მეოთხედი. ანუ 17/4. რა გამოგვივა ამ შემთხვევაში? გამოგვივა, რომ აი აქ გამოვიყვანეთ სრული კვადრატი x² მინუს გაორმაგებული x ჯერ 1/9 და 1/9 კვადრატში ეს არის x minus 1.5 კვადრატში minus 4.25 ტოლია 0-ის. გამოვიდა, რომ x minus 1.5 კვადრატი ტოლია 4.25 მიასედის, ანუ ეს არის 17/4, როგორც გადავიყვანეთ 10 წილადი ჩვეულებრივ წილადში. გამოდის, რომ x minus 1.5 არის ან პლუს ფესვი 17 გაყოფილი 2-ზე, ან x minus 1.5 არის minus ფესვი 17 გაყოფილი 2-ზე. გამოვიდა, რომ x minus 1.5 არის x minus 3/2, ხო? x-ი ტოლია ფესვი 17 გაყოფილი 2-ზე პლუს 3, 3/2 დაემატა, ან x-ი ტოლია მინუს ფესვი 17, ისევ დაემატა აქეთ პლუს 3 გაყოფილი 2-ზე. აი ესეთი პასუხებია, იმედი მაქვს, რომ დაგეხმარეთ, შესაბამისად გთხოვთ ეს ფორმულები კარგად ვისწავლოთ და შევისწავლოთ. ეხლა რატო არის a - b-ს კვადრატი? a კვადრატს -2ab
plus b კვადრატი. a minus b კვადრატში არის, როცა რაღაც არის ხუა ყავს კვადრატში, ეს არის საკუთარ თავზე გამრავლება ამ გამოსახულების, რისხვის კი არა გამოსახულების. გამოდის, როგორ ხსნით აქ ფრჩხილებს პირველი პირველზე, პირველი მეორეზე, მერე მიდის მეორე პირველზე და მეორე მეორეზე, ხო? მოდით ვნახოთ რა გამოგვია. a გამრავლებული a-ზე ტოლია a კვადრატის, a გამრავლებული minus b-ზე minus ab, minus b გამრავლებული a-ზე დავწერ minus b a-ს და minus b გამრავლებული minus b-ზე plus b კვადრატში. რა გამოგვივიდა? ab და b-ა ერთი და იგივეა. ნამრავლი არ იცვლება მომრავლების გადაადგილებით. ანუ გამოვიდა a კვადრატს minus 2ab და plus b კვადრატი. ამიტომ არის ეს ფორმულა ზუსტად ასეთი. უნდა გავიაზროთ ეს ფორმულები და შესაბამისად გამოყვანით თუ კი შევძლებთ და რამოდენიმეჯერ გამოვიყვანთ და დავწერთ ამას თუნდაც 10-ჯერ 20-ჯერ და ასე შემდეგ, ბევრად უფრო კარგად ჩაგუჯდება თავში. a plus b-ს კვადრატი ტოლია a plus b a plus b-ზე და ეს ტოლია პირველი პირველზე a კვადრატი plus პირველი მეორეზე a გამრავლებული b-ზე ab plus მეორე გამრავლებული პირველზე ba და plus b კვადრატი. საბოლოო ჯამში გამოგვივიდა a კვადრატს plus 2ab და plus b კვადრატი. აბა რა მოხდება ახლა თუ კი a minus b-ს გავამრავლებთ a plus b-ზე. აბა ვნახოთ. a minus b გამრავლებული a plus b-ზე რა იქნება? აბა გავამრავლოთ პირველი პირველზე, პირველი მეორეზე, ხო? რა იქნება? a კვადრატს plus ab. ხო მოხდა? მერე რას ვაკეთებთ? მეორე შესაკრებს ვამრავლეთ პირველ მომრავლზე და მერე მეორე მომრავლზე, ხო? minus b გამრავლებული a-ზე minus a ab და minus b კვადრატი. ab და minus ab გაბათილდა და დარჩა a კვადრატს minus b კვადრატი. ეს სამი კვადრატული ფორმულებია შეკვეცილი გამრავლების ფორმულები და ვისწავლოთ თუ ვინმესთვის ვიყავი სასარგებლო, ძალიან ბედნიერი ვარ. აბა ბედნიერად.